რამდენად გაიზარდა ბოლო 12 წელში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მონაცემებს აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, რომ 2000-2012 წლებთან შედარებით 2013-24 წლებში ირანის მოქალაქეებმა საქართველოში 4-ჯერ მეტი კომპანია დაარეგისტრირეს. ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად კი ქართული ოცნების მთავრობა ირანის ხელისუფლებას პოლიტიკურადაც დაუახლოვდა. ბოლო 12 წელში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2000-2012 წლებში საქართველოში 2370 კომპანია დაარეგისტრირეს ირანის მოქალაქეებმა. 2013-24 წლებში კი 4-ჯერ მეტი, 9300 კომპანია. 2012 წელს ირანიდან 82885 ვიზიტორი შემოვიდა. 2024 წელს კი 2-ჯერ მეტი, 155670 ვიზიტორი. 2001-2012 წლებში ირანიდან $8 მილიონი პირდაპირ ინვესტიცია შემოვიდა. 2013-24 წლებში კი 5-ჯერ მეტი, 40 მილიონი დოლარის. 2012 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ირანთან $119 მილიონი იყო. 2024 წელს კი 4,7-ჯერ მეტი, 322 მილიონი დოლარი იყო. ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად ქართული ოცნების მთავრობა ირანის ხელისუფლებას პოლიტიკურადაც დაუახლოვდა. 2024 წელს ირაკლი კობახიძე ირანის ყოფილი პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის დაკრძალვას და ახალი პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო.